მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. იქნება გაშლა ამ შემთხვევაში წახვიდეთ თუ დარჩით და განაგრძოთ. ეს შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს მაგალითად წახვიდეთ სახლიდან, ოჯახიდან, წახვიდეთ სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, წახვიდეთ სამსახურიდან, სხვა სამსახური მოძებნოთ, წახვიდეთ ურთიერთობიდან, სხვა ურთიერთობაზე იფიქროთ და თქვენი გზა განაგრძოთ. მოკლედ, ყველა სიტუაციას, რომელიც გაინტერესებთ, უნდა წახვიდეთ, აი რო ვერ გაგიკვევიათ. ცოტა შიშიც გიპყრობთ, გინდათ წასვლა და თან გარისკვა გეშინიათ, ეს იმ ადამიანებისთვის იქნება. თქვენ თავზე მოიგეთ სიტუაციურად და შევეცდები მაღალი ძალებისგან და ჩემი კარტის დახმარებით გაცნობოთ ეს ინფორმაცია. საერთო გაშლა არასაკვირველია, ყველაზე არ იქნება ეს ყველა სიტყვა, ამიტომ პირადი გაშლებისთვის პირად შემომწერეთ და ფასებს დეტალებს გაგაცნობთ, მეგობრებო. ლაიკები აუცილებლად გააქტიურდით, გააზიარეთ, გამოიწერეთ ჩემი Instagram გვერდიც. აქაც დაურთავ ამ ვიდეოზე ჩემი Instagram-ის სახელგვარს. ეს არის ჩემი პირადი გვერდი, შეგახსენებთ, გეტყვით უფრო სწორედ. ეს არ არის და იქ არ არის ტაროზე რაღაც გაშლები, ამიტომ ვისაც გენდომებათ, რომ ჩემ ყოველდღიურობას უყუროთ, ასე ვთქვათ, Instagram-ის მეშვეობით, welcome, როგორც იტყვიან, შემოუერთდით ჩემი გამომწერების სიას, ძალიან გამახარდება. რაც შეეხება ამ გაშლას, ვინ ხართ თქვენ, რომ გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა? ვინ ხართ, რა ენერგიებში ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ თქვენზეა ეს გაშლა თუ არა? ხმლის მეფე ამოდის, ხმლის მეფე ეს არის ჰაერისტიკის წარმომადგენელი და ძალიან ხშირად ამოდის ეს ხმლის მეფე და ისევ ხედავ ახლა კომენტარებს ჰაერისტიკიაზე რატომ შლიო. ეს არის ძალიან დიდი დიაპაზონის, მოკლედ ჰაერისტიკის წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება ბრძანდებით ტყუპები, სასწორი, მერწყულის ნიშანი. ასევე შეიძლება ასცინდენტით ხართ ჰაერის რომელიმე ამ ნიშანში, არ არის აუცილებელი, მოკლედ სტიქიურად მივეჯაჭვებით და ჰოროსკოპით, რომ მაინდა-მაინც ჰაერისტიკია ბრძანდებით. შეიძლება ბრძანდებით ორგანოების თანამშრომელი, ნებისმიერის, შეიძლება კარგი აიტიშნიკი ბრძანდებით, კარგი პოვარი ბრძანდებით, შევ-პოვარი, ცივი არახთან, ვისაც მუშაობა შეუძლია და მისი პროფესია ერთგვარი რთულ სიტუაციებში, კრიტიკულ სიტუაციებში მართვა, სიტუაციური, მენტალური მდგომარეობით მიმართულება, რაღაც სტრატეგიის შემუშავება, გართულებული სიტუაციის შერბილება, რაც ორგანოების თანამშრომლებს როგორც წესი შეუძლიათ. კარგი დიპლომატებიც არიან, დავამატებდი ჩემი მხრიდან ჰაერისტიკის მეფეებს. თუ თქვენი პროფესიული მდგომარეობა არ არის დიპლომატია და საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მუშაობთ, ასე ვთქვათ, შეიძლება უბრალოდ ტიპაჟი ხართ, კარგი დიპლომატი, რაც მაგალითად სასწორებს 100-დან 100 შეუძლიათ თავისი დაყავებული და ესეთი ტკბილი მოსაუბრე ენით დიპლომატია დაამყარო ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში და ნებისმიერ პრობლემურ სიტუაციებში. ასევე არიან IT ჩამოთვალე მასწავლებელი კი არა და ექიმები არ მithქვია, ასევე არიან ქირურგები, ექიმები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, სადაც ცივ იარაღთან შეხება გაქვთ, სტომატოლოგი იქნება ეს ქირურგი თუ კოსმეტოლოგი, მოკლედ აღარ ჩამოვთვლი ნებისმიერი ცივ იარაღთან მომუშავე პერსონაჟი. ასევე არიან ძალიან კარგად მომუშავე, მენტალურად განვითარებული, უზომოდ დიდი დიაპაზონის, დიდი ინფორმაციის მიმღები პერსონაჟები, ძალიან უყვართ ჩახედულობა დეტალებში, ყველაფრის კონკრეტულად გაგება, რა არის კანონიერი, რა არის არაკანონიერი, როგორ უნდა მოიქცნენ, სინდისიერი და კანონიერი ზომიერება ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, ცოტა სერიოზული ერთგვარად ერთი შეხედვით ძალიან სერიოზული ტიპაჟი შეიძლება ბრძანდებით. კარგად ვინც არ გიცნობთ იმ ადამიანებისთვის, მაგრამ ვინც კარგად გიცნობთ უკვე იმ ადამიანების წრეში, ასე ვთქვათ, ხართ ძალიან ღირსეული ადამიანი, ძალიან კარგი მოაზროვნე, ძალიან კარგი ანალიტიკოსი, ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს ჰაერისტიკის მეფეს და რომელიმე თუ არ გემთხოვათ, პირდაპირ შეგიძლიათ დაალაიკოთ უბრალოდ ჩემი სიყვარული და ასკროლოთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ მაშინ თქვენზე არ იქნება ეს გაშლა. წავედით ახლა თუ ატყობთ რომ გამიგრძელდა ჩამოთვლა, მაგრამ რა ვქნა, დიდი დიაპაზონის არის ეს ჰაერის მეფე, თუ ატყობთ რომ თქვენზეა ეს ენერგიები, მაშინ გავიგოთ
თემატიკას გავიხსენებ. უნდა წახვიდეთ, თუ უნდა დარჩეთ. პირდაპირ გადავდივარ გაშლაზე, უნდა წახვიდეთ, თუ უნდა დარჩეთ. ყველამ თქვენ თავზე მოერგეთ, რა სიტუაციიდან გინდათ წასვლა და ერთგვარი საქანელა ორჭოფობის რეჟიმი გაქვთ, უნდა წახვიდეთ, თუ უნდა დარჩეთ. 4-იან ხმალი, 3-იან ხმალი, 5-იან პენტაკლი, რა ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ ახლა. შეხედეთ თქვენ თვითონ, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაღაცა პაუზის მდგომარეობაში ხართ, ერთგვარი აი სტარტამდე რო გაჩერდები და კარგად დაფიქრდები, რომ აი მთელი ძალით ავიღო სტარტი და წავიდე, გავეშურო ჩემ გზაზე, ამ ურთიერთობიდან წავიდე, ამ ცხოვრების სტილისტიკიდან წავიდე, ამ ქვეყნიდან წავიდე, ამ ოჯახური კრიზისიდან წავიდე, მოკლედ სამუშაოდან წავიდე, ყველას თქვენი გაქვთ. ერთგვარი აი გულის ტკივილმა მიგიყვანათ აი ამ დიდმა გულის ტკივილმა აი ამ პაუზურ მდგომარეობაში, რომ დაფიქრდით, გაჩერდით, ვიდრე აი მთელი ძალებით გადაწყვეტილებას მიიღებთ და ეს ერთგვარი უკვე წერტილი იქნება თქვენი აი იმ მდგომარეობაში, რაშიც ხართ, რომ განაგრძოთ ახლებურად თუ განაგრძოთ ისე თავი ჩაქინდროთ და იქ იმუშაოთ იმ სამუშაოზე, სადაც კარგად არ გიხდიან, იყოთ იმ ურთიერთობაში, სადაც თქვენ თავს ღირსეულ და მნიშვნელოვან ადამიანად და საჭირო მოსიყვარულე პერსონაჟად ვერ გრძნობთ. მოკლედ ყველას თქვენი გაქვთ, როგორც ვითხარი და გითხარით და ეს არის ასევე შეიძლება რაღაც სიტუაციაში ახლა ცოტა ფინანსური კრიზისი გაქვთ, ნაწილისთვის იქნება ეს მდგომარეობა და ეს არ გაძლევთ აი ამ გასაქანს, ეს გაძლევთ აი ამ გულის ტკივილს, რომ ამ ნაბიჯს ბოლომდე ვერ დგამთ და ვერ დგამთ, იმიტომ რომ ცოტა ჯიბეში იმდენი ფული არ გიდევთ, რამდენიც ან გადადებული არ გაქვთ საჭირო დროისთვის, აი პაუზისთვის, მაგალითად თუ სამსახურის მოძებნას ვიტყვით, რომ გამოიკვებოთ თქვენი თავი, ვიდრე ახალ სამსახურს და ახალ მუშაობას და ახალ პროფესიას თუნდაც დაეუფლებით. მოკლედ თქვენი ყოველგვარი მდგომარეობა არის ერთგვარი სტარტის წინა პერიოდი, აი ყველაზე ბნელი ღამე, ერთგვარად ყველაზე კარგი განათებული დღის წინაშე, რომელიც უნდა დადგეს. ასევე იქნება ნაწილისთვის, რომ არა მხოლოდ ფინანსური კრიზისი გაქვთ, შეიძლება ასევე გაქვთ ფიზიკური სისუსტე, ვირუსი, გაციება, რაღაც შეუძლოთ ხართ. მოკლედ ზამთარია თქვენ ემოციურ ფონში როგორც მინიმუმ და რაღაცნაირ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, უხასიათობას გრძნობთ, არ გინდათ არაფრის გაკეთება, თან გინდათ წასვლა, თან არ გინდათ წასვლა, ძალიან სწორედ ის გაშლა, რომელიც თქვენ გაინტერესებდათ და თუ მართლა მოხდა თქვენ რეკომენდაციებში, ესე იგი ნამდვილად რაღაცა ინფორმაცია უნდა მიგეღოთ. ეს სიტუაცია გვაქვსო, გვეუბნებიან ახლა, რომ ერთგვარად აი სტარტის წინა პირობა გაქვთ, უნდა წახვიდეთ თუ უნდა დარჩეთ. ცოტა ხანი კიდევ იქნება მაღალი არკანი ამოდის მე-12 გაურკვეველი სიტუაცია, აი თავდაყირა სიტუაცია თქვენ ირგვლივ, აი ამ სიტუაციის ირგვლივ, რომელიც გაინტერესებთ და მსხვერპლივით ხართ, შეწირული ადამიანივით ხართ, ერთგვარად ხეზე მიკიდებული ცალი ფეხით, არაკომფორტულ სიტუაციაში, ყველაფრის თავდაყირა აღქმა გიწევთ, ისი არა, როგორც თქვენ გსურთ და გინდათ და ეს დღეს და ხვალ გეტყვით, რომ ცოტა გაჭიანურებულ რეჟიმში ან თუ ურთიერთობას ვიტყვით, არც იქით იქნება კიდევ რაღაც პერიოდი, ასე ვთქვათ, გაშეშებული ეს მდგომარეობა, ცოტა მოგვიანებით რეჟიმში, ეს არის მაღალი არკანი, მე-17 მაღალი არკანი, ასევე რომელიც არის საბედისწერო კარტები ამოდის, მოკლედ გაშეშებული მდგომარეობა, მაღალი არკანი, მე-12, მე-17 მაღალი არკანი, თქვენი კონფლიქტური თქვენ თავთან კონფლიქტები უნდა წავიდეთ თუ არა და ღმერთო ჩემო, კიდევ ერთი მაღალი არკანი, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის წინაშე გეხართ, რომელიც ძილს გიფუჭებთ, განერვოზებთ, შეიძლება იძინებთ, იღვიძებთ, ზედმეტად სტრესულად ღებულობთ, აი გულზე გადის თქვენთვის ყველაფერი, მარტო ფიქრებით არ იმოსება, შეიძლება ფიზიკურად წნევებიც კი გემართებათ, თავის ტკივილი გემართებათ, ახლა ცოტა თავი ამტკივდა და აქედან გამომდინარე ენერგეტიკულად რაც მოდის, იმას ვკითხულობ ხოლმე მე, არა მხოლოდ კარტს, როგორც იცით, ამიტომ ეს არის თქვენი ჩაფიქრებული ოცნება, რომელზეც
რომელზეც უნდა მიმართოთ თქვენი სიტუაციური მდგომარეობა, უნდა წახვიდეთ თქვენი ოცნების ასახდენად, რა ოცნებაც არ უნდა იყოს. ინტერნეტ პროექტიდან დაწყებული ვარსკვლავი არის აქ ბრჭყვიალა, თქვენი ცხოვრების გზა იქნება, თქვენი ახალი ურთიერთობა იქნება, სადაც ძალისხმევის მიმართულება დაგჭირდებათ და აი ამ ლომს პრობლემის და წინაღობის მხრივ მოარჯულებთ, მოათვინიერებთ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება მიმართულება, თქვენი ენერგიების მობილიზება და წინსვლა და მიიღეთ ეს ყველაფერი